გამარჯობა. მე მინდა ვისაუბრო 2025 წლის სექტემბრისთვის ნუმეროლოგიურ მიმოხილვასთან დაკავშირებით და განვიხილო უშუალოდ იმ ცხრიანი ციფრის ენერგია, რომელიც არის დამასრულებელი ციკლების განთავისუფლებისა და გარდაქმნის მიმანიშნებელი. სექტემბერი ტრადიციულად ითვლება ნუმეროლოგიური წლის ყველაზე მძაფრ თვედ, რადგან ის თვითონაც არის ცხრიანი ენერგიის მატარებელი და შედეგად სექტემბრის თვე 2025-ში არის გაორმაგებული ცხრიანის გავლენის თვე, კოლექტიური დასრულებების პერიოდი, სულიერი გაკვეთილების მიღება ხდება, ასევე კარმული ვალების განთავისუფლება და ადამიანებს ამზადებს უშუალოდ მომავლისთვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი თვეა ნუმეროლოგიური თვალსაზრისით, რადგან სექტემბერი არის ცხრიანი, წელი 9 და შემდგომ 9 + 9 18 და 1 + 8 კვლავ 9. ამიტომ მთელი თვე არის უკვე შემდგომ სამმაგი ცხრიანის ენერგიით გაჯერებული, ანუ სამი ცხრიანი დომინირებს და ნიშნავს, რომ ძველი ურთიერთობების, პროექტებისა და აი ამ ძველი არ განხორციელებული გზების დასრულებაზე მიუთითებს. ეს არის შინაგანი სიმშვიდის ძიების, სულიერი წესრიგის აღდგენის, გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის თვე. კოლექტიური ცნობიერების გაძლიერებული გაკვეთილებს ექნება ადგილი, სადაც ადამიანებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება აუცილებლად თავიანთ ქმედებებზე. ნებისმიერი მათი ნაბიჯი შესაძლებელია იყოს გარდამტეხი, ნებისმიერი მათი ნაბიჯი არა მხოლოდ მათ ეხებოდათ, არამედ სხვა ადამიანებსაც, რა თქმა უნდა. ასევე პირადი განვითარების თვალსაზრისით სექტემბერი მნიშვნელოვანი თვეა, რადგან მოითხოვს ინტროსპექციას. საკუთარ თავს უნდა კითხოთ, რა აღარ გემსახურებათ და რა არ არის თქვენი მომავლისთვის სასარგებლო. ძალიან კარგი დროა მედიტაციისთვის, სულიერი პრაქტიკებისთვის, ძველი წიგნების ან ჩანაწერების გადახედვისა თუ განხორციელებისთვის. შესაძლოა ძლიერად იგრძნოთ წარსულის მოხმობა. ძველი ადამიანები ან მოგონებები შეიძლება დამბრუნდნენ, რათა დაუხურონ თავიანთი დაუმთავრებელი საქმეები, ან თქვენ დაუხუროთ მათთან ეს დაუმთავრებელი საქმეები. ჯანმრთელობასაც რო შევეხოთ, ცხრიანის ენერგია ხშირად გვაძლევს სულიერ სიმძიმეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა, სტრესი, ემოციური დაღლილობა. ამიტომ საჭიროა დეტოქსი, როგორც ფიზიკური საჭმლის რეჟიმიდან გამომდინარე, წყლის მსუბუქი დიეტა, ასევე ემოციური დეტოქსიც კი. და რეკომენდირებულია ემოციური დეტოქსისთვის სუნთქვითი პრაქტიკები და ბუნებაში ყოფნა. ურთიერთობებს რაც შეეხება სექტემბრის თვეში, ეს მოგიტანთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. შეიძლება ურთიერთობები დასრულდეს ან უბრალოდ ისე ტრანსფორმირდეს, რომ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგები მიიღოთ საბოლოო ჯამში. თუ მაგალითად გარკვეული კავშირები რეალური და ღრმა არის, ის გადარჩება, მაგრამ თუ ცოტათი მაინც ზედაპირულია თქვენი ურთიერთობა, ის დასრულდება. ასევე შესაძლებელია ძველი პარტნიორის ან მეგობრის დაბრუნება, რათა გაკვეთილი ბოლომდე აითვისოთ და გაიაზროთ, სად დაუშვით შეცდომა, სად უნდა დაასრულოთ და სად რა უნდა გააგრძელოთ. ცხრიანის ენერგია პირდაპირ მაგალითად ფინანსურ მატებას არ იძლევა, რადგან ფინანსურ სექტორს თუ შევხედავთ, რადგან ეს არის დასრულებების და არამატერიალური ფასეულობების თვე. თუმცა შესაძლებელია ძველი ვალების, დავალიანებების ან ფინანსური საკითხების დახურვა მოყვეს. ძალიან კარგი დროა საქველმოქმედო საქმიანობისთვის, სხვებისთვის დახმარების გაწევისთვის, რადგან ორმაგად იღებ ჩხმდგომ უკან და ეს ენერგეტიკულად ხსნის უკვე თქვენთვის ახალ შესაძლებლობებს ფინანსური ეგრეგორის მხრივ. ასევე სულიერი და კარმული გაკვეთილები იქნება აქტუალური ნუმეროლოგიური თვალსაზრისით, რადგან სექტემბერს მოაქვს ბოლო გამოცდები, რათა ადამიანი მზად იყოს ახალი ციკლისთვის, რომელიც ოქტომბერში დაიწყება ერთიანის ენერგიით და ყველაფერი რაც ახლა დასრულდება, ეს არის აუცილებელი თქვენი მომავლისთვის. გაითვალისწინეთ, რომ სიმშვიდე, პატიება, წარსულისგან განთავისუფლება, ეს ის მთავარი გასაღებები იქნება მთელი თვის მანძილზე, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებთ კიდევაც. მაგალითად, მნიშვნელოვანი თარიღები სექტემბრის თვეში, ეს რადგან არის ცხრიანის ენერგია და სამმაგი ცხრიანის კულმინაციის თვეა, ძლიერი კარმული გაკვეთილების და მომავალის კარის გახსნასთან, რადგანაც ასოცირდება, აქტუალური, რა თქმა უნდა, თავად 9 რიცხვიც იქნება.
ასევე 18 სექტემბერიც, იმიტომ რომ 18 სექტემბერი არის განწმენდვის, განთავისუფლების დღე და ძალიან კარგი დროა ძველი ურთიერთობებისა თუ ემოციური ტვირთის დასრულებისთვის. ასევე 27 სექტემბერი, იმიტომ რომ ძლიერი ენერგეტიკული წერტილია და როდესაც შეგიძლიათ თქვენ ამ დღეს ჩაატაროთ მაგალითად რიტუალები, მედიტაციები, ასევე შეგიძლიათ 27 სექტემბერს განახორციელოთ გარკვეული სულიერი პრაქტიკები. ასევე მნიშვნელოვანი არის 30 სექტემბერი და ეს არის თვე, როდესაც იხურება შემოქმედებითი ენერგია და მიუხედავად გარკვეული მისი სიმძიმისა იხსნება უფრო სხვა შუქი და ახალი ხედვები ადამიანთა ცნობიერებაში. შესაბამისად, სექტემბრის თვეში ჩემი მხრიდან გექნებათ გარკვეული რეკომენდაციები, რომ გააკეთოთ განმათავისუფლებელი სვლები, პრაქტიკები ჩაატაროთ, თუნდაც დაწერეთ ქაღალდზე ყველაფერი, რისი დასრულებაც თქვენ გინდათ და მე შემდეგ ეს ქაღალდი ძალიან მარტივი, ძალიან ბანალური სარიტუალო ტექნიკა არის და დაწვათ და ხარში გაფანტოთ მისი ფერფლი. ასევე შეგიძლიათ ეს ქაღალდი თანატაროთ ამოთვის ტოსთან ერთად ან ლაპის ლაზურთან ერთად. ესენი დაგეხმარებიან სულიერი სიმშვიდისა და კარმული გაკვეთილების გააზრებაში. ასევე მოერიდეთ ზედმეტ კონფლიქტებს, ჯობს ურთიერთობების გაწყვეტა უფრო მშვიდობიანი გზით განხორციელდეს და დრო დაუთმეთ მარტოობას პერიოდულად, რათა შეძლოთ საკუთარ თავთან ფიქრი, გაანალიზება. რადგან 2025 წლის სექტემბერი არის სრული კარმული გაკვეთილების და დასრულებების თვე, სამმაგიცხრიანი მოითხოვს უფრო ღრმა განთავისუფლებას, რათა ეს ოქტომბერში ახალი ციკლი დაიწყოს, პერიოდი შეიძლება რთული და ემოციურად დატვირთული იყოს, მაგრამ სწორი დამოკიდებულებებით ის გახდება უფრო ახალი ცხოვრების, ახალი კარის გახსნის წინაპირობა და წინამორბედი. მოდით ცოტა უფრო ვრცლად გაგიშლით მე ხა თქვენ სექტემბრის თვეს და 2025 წლის სექტემბრის კალენდარზეც გავამახვილებ ყურადღებას. მოკლედ 1 სექტემბერი ეს არის დღე ახალი ჩანაფიქრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერი მთლიანად დასრულებების თვეა, პირველ რიცხვში ჩნდება ახალი ხედვის ნაპერწკალი, ამიტომ ჯობს იფიქროთ მომავალ გეგმებზე, მაგრამ ჯერ არ გადადგათ რაიმე ესეთი კონკრეტული ნაბიჯი. 2 სექტემბერი ურთიერთობების დღეა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მაგალითად ორში პარტნიორობას, თანამშრომლობას და მოსალოდნელია ემოციური, სენსიტიური გარკვეული ურთიერთობები. ძალიან კარგი დროა საუბრებისთვის, მაგრამ არასაბოლოო გადაწყვეტილებებისთვის ეს გაითვალისწინეთ. 3 სექტემბერი, ესეთი კრეატიული ენერგია ტრიალებს სექტემბერს, გამძაფრებული იქნება წარმოსახვა და შემოქმედებითი იდეები, ძალიან კარგი დღეა მაგალითად წერისთვის, მუსიკალური შემოქმედების განვითარებისთვის, ხელოვნების ნებისმიერი ფორმის თუნდაც ჩართვისა თუ განხორციელებისთვის. 4 სექტემბერი არის სტრუქტურირებული დღე, პრაქტიკულ საკითხებზე კონცენტრაცია მოხერხდება მარტივად, შეიძლება მოულოდნელად ესე ვიტყოდი, გაჩნდეს გარკვეული დავალიანებები ან ფინანსური ვალდებულებების მოგვარების აუცილებლობა და მნიშვნელოვანია თქვენ ამ დროს გქონდეთ რეალისტური მიდგომა. რაც შეეხება 5 სექტემბერს, 5 სექტემბერს თავისუფლების სურვილი ჩნდება ცვლილებებისკენ სწრაფვა, ჯობს ახალი გამოცდილებების მიღება, მაგრამ ძალიან ფრთხილად, ზედმეტმა იმპულსმა შეიძლება პრობლემები შექმნას. 6 სექტემბერსაც შეეხება, 6 სექტემბერი ეს არის ოჯახისა და სიყვარულის ენერგიაზე ორიენტირებული დღე, კონცენტრაცია იქნება უფრო ახლობლებზე გადატანილი და ძალიან კარგი დღეა სულიერი ან ემოციური ურთიერთობების გასაძლიერებლად. რაც შეეხება 7 სექტემბერს, ინტროსპექციის დრო არის და შესაძლოა გაჩნდეს შფოთვა და სურვილი მარტო ყოფნისა, ჯობს გამოიყენოთ ამ დღეს მედიტაციები და სულიერი პრაქტიკები და ჩაატაროთ რაიმე რიტუალები შინაგანი სულიერი სიმშვიდისთვის. 8 სექტემბერი ეს არის ფინანსური ენერგიის დღე, შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრებიან ფულთან დაკავშირებული საკითხებით დაბრუნება, გაცემა, საჭიროა სიფრთხილე ფინანსურ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ეს თემები იქნება აქტუალური. 9 სექტემბერსაც შეეხება, ეს არის კულმინაცია, სამმაგიცხრიანის დღე არის და ძლიერი კარმული გაკვეთილები რეგულირდება, ჯობს გაანთავისუფლოთ ძველი ტვირთი თქვენგან, ჩაატაროთ რიტუალი ან მედიტაცია წარსულის დასახურად და შემოგთავაზებთ სამმაგიცხრიანის რიტუალს აუცილებლად.
10 სექტემბერი ეს არის გარდატეხის დღე, ჩნდება შანსი ახალი ხედვისა, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროა ძველის ბოლომდე განთავისუფლება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ეგოსა და სიამაყის საკითხებში. 11 სექტემბერი ეს არის კრიტიკული დღე ურთიერთობებისთვის, შესაძლებელია კონფლიქტებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ასევე არის გაძლიერებული ინტუიცია, ძალიან კარგი დროა მაგალითად სიმბოლოების ან სიზმრების გაანალიზებისთვის. 12 სექტემბერი ეს არის სასაუბრო და კომუნიკაციის დღე, შეგიძლიათ ამ დროს გაიყოთ გახსნილი, დაწეროთ, ისაუბროთ, გაავრცელოთ ინფორმაცია, განსაკუთრებით ძალიან კარგია საჯარო გამოსვლებისათვის. რაც შეეხება 13 სექტემბერს, ეს ცოტა მძიმე ენერგიას ატარებს ეს დღე სექტემბერში, ოსტატური რიცხვია, ასევე მოითხოვს გონივრულობას, რეალობასა და პასუხისმგებლობას და შესაძლოა ძველი პრობლემებმა წინ წამოიწიოს, მაგრამ შეგიძლიათ მათზე ფუნდამენტური ნაბიჯები გადადგათ, რა თქმა უნდა, სწორად დააკვირდებით თქვენ განვლილ გზას ან გაანალიზებთ. 14 სექტემბერი ეს არის თავისუფლების, მოგზაურობის, ექსპერიმენტების დღე, შეიძლება მოულოდნელი შანსები მოგცეთ სამყარომ და გახსოვდეთ, რომ პასუხისმგებლობა არ უნდა დაკარგოთ არავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება 15 სექტემბერს. 15 სექტემბერი საკმაოდ ემოციური და სიყვარულის ენერგიის მატარებელი დღეა. შესაძლებელი არის, რომ მნიშვნელოვანი საუბარი განხორციელდეს პარტნიორთან ან ოჯახის წევრებთან და ძალიან კარგი დროა თუნდაც მოლაპარაკებებისთვის. 16 სექტემბერი არის სულიერი ძიების დღე, ინტუიცია ძლიერად ამოქმედდება, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეთ, რომ მარტოობას ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს და ახალი ცოდნა მიიღოთ კიდევაც. 17 სექტემბერი ეს არის ფინანსური და საქმიანი საკითხების წამოჭრის დღე, შეიძლება მიიღოთ შემოსავალი ან დახუროთ მაგალითად ძველი ვალები და მნიშვნელოვანია ასევე თვითკონტროლი, რომელიც არ უნდა გამოგჩეთ თვალსაწიერიდან. 18 სექტემბერი ეს არის გასუფთავების განწმენდის დღე, სიმძიმეებისგან განთავისუფლების, ურთიერთობებში, ემოციებში, ძველ კავშირებში, ეს არის განთავისუფლების დრო. კარგი დროა მაგალითად ქაღალდზე დაწეროთ, სიმბოლოები გამოიყენოთ, სიგილები შექმნათ და ასევე არის წარსულის დაწვის რიტუალისთვის 18 რიცხვი. 19 სექტემბერი ეს არის ახალი შესაძლებლობების კარიბჭე, სადაც თქვენ იგრძნობთ ოქტომბრის პირველი რიცხვის ენერგიას, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს დაბრკოლებები, რომელთა მოშორებაც მიხვდებით, რომ ძალიან გჭირდებათ. რაც შეეხება 20 სექტემბერს, ეს არის ინტუიციური დღე, ძალიან გაძლიერებული ინტუიციის დღეა, ემოციური აღქმები ჭარბობს, სიზმრები შეიძლება წინასწარმეტყველურიც იყოს, ძალიან კარგი დროა, ასევე საკუთარი შინაგანი მენტორის ხმის მოსასმენად. რაც შეეხება 21 სექტემბერს, საზოგადოებრივი ენერგია მაღალია, სჯობს ჩაერთოთ უფრო მეგობრულ ურთიერთობებში, მაგრამ ფრთხილად ზედმეტობაში, რადგან კარგი დღეა შემოქმედებისთვის, მაგრამ არაზომიერი ქმედებებისთვის საპირისპირო შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. 22 სექტემბერი, ეს არის მიწიერი სტაბილურობის დღე, საქმეები ლაგდება, ფინანსური დაგეგმა ძალიან კარგია, რუტინას აყალიბებს, მოითხოვს თქვენგან სიმშვიდეს და ყურადღებას დეტალებისადმი. 23 სექტემბერი, მოსალოდნელია მოულოდნელი ცვლილებები ამ დღეს, ზოგისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობების დღე, სხვებისთვის კი ძველი წესრიგი ჩამოიშლება და ამიტომ იყავით ღია ცვლილებებისთვის და მიმღებიც ამავდროულად. 24 სექტემბერი, ეს არის ოსტატურად საინტერესო რიცხვი, ამიტომ სიყვარულის, თანაგრძნობის და დახმარების დღედ ითვლება, სჯობს ვინმეს დაეხმაროთ და გააკეთოთ სიკეთე, იყოთ ქველმოქმედი. 25 სექტემბერი, ეს არის ინტროსპექციისა და სულიერი ანალიზის დღე, შეიძლება სევდაც იგრძნოთ, მაგრამ ეს ჩათვალეთ, რომ მნიშვნელოვანი შანსების მომასწავებელი შეიძლება იყოს და თქვენი შინაგანი სევდაც საკეთილ დღეოდ აღმოჩნდება თქვენთვის. 26 სექტემბერი ფინანსების დღეა, შესაძლებელია ბიზნეს შეხვედრები, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა და ძალიან კარგი დროა ფინანსური საკითხების დასახურად და ასევე მოსაგვარებლად. 27 სექტემბერი არის კარმული გაკვეთილების ძლიერი დღე და ამ დღეს შეიძლება გაჩნდეს მოულოდნელი დასასრულების განცდებიც კი არა რეალობაც, მაგრამ ეს გზას გიხსნით აბსოლუტურად ახლისკენ და იდეალურია სულიერი პრაქტიკების შესასრულებლად ან ჩასატარებლად თუნდაც.
28 სექტემბერი ეს არის ახალი კარის დღე. იგრძნობთ, რომ თველ ნელ-ნელა იხურება და ოქტომბრის ერთიანის ენერგია იწყებს უკვე შემოჭრას უფრო აქტიურად და კარგი ახალი იდეების და ჩანაწერების დასაგეგმად და განსახორციელებლად. 29 სექტემბერი გაძლიერებულია ინტუიცია და ემოციური მგრძნობელობა, ურთიერთობებში სიმართლის დადგომის დრო დგება და შესაძლოა მნიშვნელოვანი საუბრებიც წარიმართოს. 30 სექტემბერი არის დღე, როდესაც უკვე თვე სრულდება შემოქმედებითა და სიხარულით. მიუხედავად სექტემბრის თვის გარკვეული სიმძიმისა, ბოლო დღე მაინც ტოვებს სინათლეს, შვებას და იმედს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ეს იყო სულ ჩვენი მიერ შემოთავაზებული რჩევები და რეკომენდაციები სექტემბრის თვესთან დაკავშირებით ნუმეროლოგიური თვალსაზრისით. თუ თქვენ გინდათ, რომ ყოველდღიურად სრულიად უფასოდ მიიღოთ ტაროლოგიური პროგნოზი და სხვა დამატებითი რეკომენდაციები ან რჩევები, ამისთვის აუცილებლად უნდა გქონდეთ ტელეფონში გადმოწერილი აპლიკაცია, ჩემი საიტის აპლიკაცია, სადაც თქვენ შეძლებთ წინა დღისით ყოველდღე მიიღოთ მთვარის კალენდარი, აბსოლუტურად განსხვავებული ძალიან საინტერესო რჩევებით და ყოველ დილით მიიღოთ ნოტიფიკაცია დღის ტაროლოგიური პროგნოზის შესახებ. იმაზე უფრო მეტად ვრცლად, ვიდრე თქვენ ამას სოციალურ ქსელ Facebook-ზე კითხულობთ თუნდაც. ამიტომ ნუ დააყოვნებთ და შემოუერთდით აუცილებლად საიტს luminara.arcana.net.